5-ის მოცულობა 405 კუბური ერთეულია. სიგრძე არის x ერთეული, მოდი დავხაზოთ საერთოდ ეს, ესე იგი მაქვს რაღაცა 5, ესეთი 5. და სხვათა შორის ერთეულებს არ გვაძლევენ ზუსტად, გვეუბნებიან უბრალოდ ერთეულიო, რაც თავის მხრივ საინტერესო არის, ანუ არ არის თქვა მეტრი ან სანტიმეტრი, უბრალოდ ერთეულია. 405 კუბური ერთეული. ახლა მეუბნებიან რომ სიგრძე არის x ერთეული, მოდი ვთქვათ ეს იყოს x-ი. შემდეგ სიგანე არის x + 4 ერთეული, ეს იყოს x + 4 და სიმაღლე არის 9. კი ბატონო. როგორია 5-ის განზომილებები? განზომილებები, ანუ გვეკითხებიან სიგრძე, სიგანე, სიმაღლე, რას უდრისო? მაგას გვეკითხებიან პრაქტიკულად. მოდი დავწეროთ რაც ვიცით. მოცულობა როგორ უნდა დავთვალო მე 5-ის, ხო? როგორ უნდა დავთვალო? ეს 5 არის მართკუთხა პარალელეპიპედი. რადგან არის მართკუთხა პარალელეპიპედი, ესე იგი სიგრძეს თუ გამომრავლებ სიგანეზე და გამომრავლებ მე ამას სიმაღლეზე, მივიღებ მოცულობას, ხო? ამიტომ გამოდის რომ x-ს დამატებული 4 გამრავლებული x-ზე და გამრავლებული ეს 9-ზე უნდა უდრიდეს 405-ს, ანუ თავიდან რაც მოგწეს. ესე იგი უდრის 405-ს. კარგი, ახლა მოდი ეს გამოსახულება ცოტა გამომარტივოთ. ესე იგი, ჩვენ რა გვაქვს? გვაქვს 9x-ი გამრავლებული ამ გამოსახულებაზე და მოდი გავხსნათ ფრჩხილები. 9x-ი რომ გამომრავლო x-ზე მექნება 9x კვადრატი და 9x-ი რომ გამომრავლო 4-ზე მექნება 36x. ესე იგი, მე მაქვს 9x კვადრატს დამატებული 36x-ი უდრის 405-ს. მოდი ახლა მივიყვანოთ ეს სტანდარტულ სახემდე კვადრატული განტოლების, იმიტომ რომ აშკარად ჩანს რომ კვადრატული განტოლებაა. ამიტომ გამოვაკლოთ ორივე მხარეს, მოდი 205. ესე იგი, მარცხენა მხარეს გამოვაკლოთ, უბრალოდ 405. გამოვაკლოთ მარცხენა მხარესაც და მარჯვენა მხარესაც 405. მაშინ ქვემოთ რა დაგვრჩება? ესე იგი, გვექნება აქ 9x კვადრატს დამატებული 36x-ი, ამას გამოკლებული 405 და მარჯვენა მხარეს დაგვრჩება უბრალოდ 0. ეხლა სანამ დავიწყებთ გამოთვლას, კარგად დავუკვირდეთ. ხედავ რომ ეს იყოფა 9-ზე, იმიტომ რომ თვითონ არის 9, ეს წევრიც იყოფა 9-ზე, იმიტომ რომ 36-იან და იყოფა 9-ზე 4-ს უდრის. ნახოთ 405 იყოფა თუ არა 9-ზე, იმიტომ რომ შეიძლება გაგვიმარტივდეს ესე განტოლება. ესე იგი 405-ში 9 მოთავსდება რამდენჯერ? 40-ში მოთავსდება 4-ჯერ, ეს იქნება 36 და ჩამოვაქიდან 4-იანი, აქედან 5-იანი, 45-ში მოთავსდება ზუსტადაც 5-ჯერ, ეს იქნება 45 აქ, 45 კი არა და. ხო, 45 დაგვრჩება 0. ესე იგი 45-ჯერ თავსდება ზუსტად. ანუ მე თუ გავყავი ახლა ყველაფერი აქ 9-ზე, ანუ მოდი სამივე განდავწერ, გაყოფილი 9-ზე, გაყოფილი 9-ზე და გაყოფილი 9-ზე და ცხადი მეორე მხარესაც გაყოფილი 9-ზე. მაშინ რა დაგვრჩება საბოლოოდ? საბოლოო ჯამში დაგვრჩება ესეთი გამოსახულება. დაგვრჩება აქ x კვადრატი, აქ დაგვრჩება 4x-ი და აქ დაგვრჩება -45 და ეს უდრის 0-ს. ახლა შეგვიძლია უკვე ეს ამოხსნათ და მოდი კვადრატული ფორმულის ნაცვლად უბრალოდ დაჯგუფება გამოვიყენოთ. ანუ გავიხსენოთ ესეთი რამე. მე თუ მინდა რომ ვიპოვო, მე თუ მინდა რომ აი აქ გავიტანო რაღაცები ფრჩხილებს გარეთ, მჭირდება a-ს და b-ს პოვნა და ისეთი a და b მჭირდება რომ ჯამში მაძლევდეს 4-ს და ნამრავლში -45-ს. ახლა 45 ნამრავლით მიიღება 9-ის და 5-ის, ხო? ანუ 9 და 5 რომ გამრავლო ერთმანეთზე მიიღებ 45-ს, მაგრამ რადგან უარყოფითი მინდა რომ იყოს, ამიტომ ერთ-ერთი უნდა იყოს უარყოფითი. რადგან ხედავ რომ ჯამში მაქვს აქ 4, დადებითი 4. ესე იგი გამოდის რომ უფრო დიდი რიცხვი არის დადებითი, ამიტომ 9 იქნება დადებითი და ამიტომ 5 იქნება უარყოფითი. ესე იგი შემიძლია ეს გამოსახულება გადავწერო როგორც x-ს დამატებული დადებითი 9 გამრავლებული x-ს დამატებული უარყოფით 5-ზე, ანუ x-5-ზე. და ეს უდრის 0-ს. აქედან უკვე ცალსახად შეგვიძლია განსაზღვროთ რომ ან x-ს + 9 არის 0 და ან მოდი დავწერ კიდეც ან x-ს - 5 არის 0. შესაბამისად, x-ი ან უდრის 9-ს, ან უდრის 5-ს. ესე იგი, გამოგვივიდა ორი ვარიანტი, x-ი ან 9 არის, ან 5. მოდი ახლა ვუცებ შეუსაბამოთ ჩვენს ამოცანას ეს მონაცემები. შეიძლება თუ არა რომ გქონდეს 5, რომელსაც სიგრძე ექნება -9-ს + 4, ანუ -5, თუ სიგანეა ეს. შემდეგ სიგრძე, ნუ ეს სიგანეა, სიგრძე ექნება -9 და ნუ სიმაღლე 9. ვერა, იმიტომ რომ უარყოფითი სიგრძეები არ არსებობს ზოგადად ჩვენს რეალობაში, ხო? ასე რომ ეს ვარიანტი არ ვარგა, ეს ამონახსნი არ გამოგვადგება. გამოგვადგება მხოლოდ დადებითი ვარიანტი, როცა x-ი უდრის 5-ს. და თუ x-ი უდრის 5-ს, მაშინ შეგვიძლია მარტივად განსაზღვროთ, რომ x-ს დამატებული 4, ანუ 5-ს დამატებული 4, ეს არის 9, აქ x-ის ნაცვლად იქნება 5 და მორჩა. ესე იგი, თურმე ამ 5-ის პარამეტრები ყოფილა 9, 5 და 9.